ეს ყველაფერი ერთად ხდებოდა და დღესაც მათი ჩართულობით წარმატებით ხორციელდება ეს პროექტი. ყველას ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. წარმატებებს გისურვებთ, გამარჯვებებს გისურვებთ ცხოვრებაში. დიდი მადლობა მხარდაჭერის. ემსახურები საქართველოს. ანა რიკაძე. თეიმურაზ არტიომ შავერდაშვილი. ნიკა თუმანიშვილი. ლეილა აგარბალია. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა ახალგაზრდებში მიიღონ მონაწილეობა ჯარის ბანაკში. ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ თავდაცვის ძალები ჩვენს ახალგაზრდებს, მიიღონ ის ცოდნა, რომელიც გააქვთ ჩვენს გმირ სამხედროებს, ის უნარჩვევები გამოიმუშაონ, რაც აუცილებელია ცხოვრებაში და გამოადგებათ მათ და რაც თავარია, ეს იყო ძალიან სახალისოდ გაკეთებული, მათთვის ეს იყო თავგადასავალი და მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ჯარის ბანაკის განხორციელებაში. დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ ღონისძიების და ამ პროექტის განხორციელებისთვის. მთლიანად წელს ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა და ეს პროექტი ჯარის ბანაკი გაიარა 1700-მდე სკოლის მოსწავლემ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ შერჩეული. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან სამხედრო საქმის სიყვარული. პროექტში მონაწილეობენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასელი ბავშვები, მოსწავლეები, რომლებიც ეცნობიან ზოგადად სამხედროების ცხოვრების წესს. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, ზოგადად ჩვენი სამხედრო ცხოვრების წესის შესახებ, ასევე განსაკუთრებით ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. პირველ დღეს არ მეგონა, რომ ასეთი კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი და ცოტა უწუწუნებდი, მაგრამ ბოლო დღეს ახლა როცა უკვე და წასვლის დროს ძალიან გულწრფელდება, რადგან ყველაზე კარგი სერჟანტები არიან, ძალიან თბილები არიან. ვისურვებდი, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და აქედან წასვლას არასოდეს არ მოვინდოვებდი ალბათ, მაგრამ სამწუხაროდ მიწეს. ძალიან ბევრ რაღაც ვისწავლე დისციპლინა და ამ ბანაკში ყოფნისას გამოვიმუშავა ის უნარი, რომ წარმოვიდგინო თავის ხვის ადგილას. ძალიან კარგად ვიგებდნენ სერჟანტები ბავშვებს, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. რაღაც ყველაფერი ძალიან კარგი იყო. აქ რომ მოვედი, საერთოდ სხვანაირად ველოდი ყველაფერს და უკეთესი გარემო დამხვდა, ძალიან კარგი ინსტრუქტორები დამხვდნენ, ძალიან გავერთე, ბევრი სახალისო აქტივობები იყო